ოფერის გაგზავნის მერე აქაც პროტოკოლი არსებობს, follow-up-ი გვაქვს პირობითად, ან სხვადასხვა კომუნიკაციის, ესე ვთქვათ, მეთოდები და სტრატეგიები, რის ფონზეც მას ვანახებთ, რომ ჩვენი პროფესიონალიზმი ბაზარზე ბევრად მაღალია ვიდრე სხვა ადამიანების პროფესიონალიზმი, სხვა ბრენდების ან კომპანიების და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ payment conversation-ამდე მივიყვანოთ, სადაც უკვე ლაპარაკი მიდის, ესე ვთქვათ, გადახდაზე და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი დაიხუროს. ეს არის მარტივი მექანიზმი, თუმცა ამის ქვეშ ძალიან პატარა კიდე ბევრი მიკროსისტემა არის და საბოლოო ჯამში ეს ერთი დიდი სისტემა რო წარმოვიდგინოთ, რასაც ქვია acquisition სისტემა პირობითად, ამ აკვიზიციის სისტემის ქვეშ არსებობს კიდე კომპონენტების მინი სისტემები, ეს შეიძლება იყოს რეკლამა Facebook-ი, ეს შეიძლება იყოს კონტენტი, ეს შეიძლება იყოს რაღაცა სეილები, მაგრამ ამათ კიდე აქვთ პატარა სისტემები და ეს სისტემები კიდე არის შენარჩუნებული იმის ფონზე, რომ ზედა სისტემები არსებობს და რაც უფრო მეტი სისტემა გვაქვს გაწერილი, ამ სისტემების ავტომატიზაცია შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მე გადავარება შეგვიძლია ჩვენ თანამშრომლებზე, ამის ზედამხედველობა და საბოლოო ჯამში ბიზნესი ამის ფონზე იზრდება მარტო. აი ახლა ავიღოთ მაგალითად გატეხილი სისტემა და გაუტეხავი სისტემა, როდესაც შევსებული არის მთელი ფანელი. ანუ წარმოიდგინე, რომ ზუსტად იგივე სიტუაცია არის, ეს ფანელი არის კომპონენტებად დაყოფილი. შენ თუ გარღვევები გაქვს აქაც, საბოლოო ჯამში აქედან 1000 მომხმარებელი თუ შემოდის, აქ თავს ყოფს ბოლო 5 კაცი, რომელიც ნუ შენ საბოლოო ჯამში გიხდის რაღაცნაირად, ხო პირობითად. მაგრამ როდესაც დაფიქსული გაქვს ესენი, ანუ ამოვსებული გაქვს და სისტემები კარგად მუშაობს, აქაც იგივე პირობითად პრინციპით რო ავიღოთ, რომ 1000 ლიდი თუ შემოდის, საბოლოო ჯამში მომხმარებელი, რომელიც კვალიფიცირებულია და კონვერტირდება, არის 100 კაცი. ანუ ესეთი მნიშვნელოვანი არის, რომ ამოავსო შენი ესე ვთქვათ გარღვევები და ეს გარღვევები არის რა თქმა უნდა კომპონენტებში და ეს კომპონენტები ერთმანეთთან დააკავშირო კონკრეტული სისტემებით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ მეტი და მეტი გაყიდო ბაზარზე, არ შეხვიდე კონკურენციაში, არ დაიწყო commodity selling-ი, რაც არის ფასით პოზიციონირება და იყო უნიკალური ბაზარზე, გქონდეს შენი სტაბილურობა და გაიზარდო ესე. შენ თუ მეტი გაინტერესებს მაგალითად როგორ შეიძლება შენი ბიზნესისთვის დაინერგოს, ჩვენი სააგენტო სპეციალიზირდება ამ მიმართულებით, ასე რომ შეიძლება მოგწერო, გავიაროთ ყველანაირი დეტალი, ჩვენც რა თქმა უნდა ზუსტად იგივე ფანელში გაგატარებთ, გაგიკეთებთ ოფერს და საბოლოო ჯამში მივიღოთ გადახდის მეთოდამდე, სადაც უკვე გახდებით ჩვენი კლიენტი და ჩაგიშენებთ ამ სისტემას.